მოგესალმებით ყველა მომავალ სტუდენტს. მე ვარ ნია აბდუშელიშვილი. ქიმიური ინჟინერიის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი East China University of Science and Technology-ში, ჩინეთში. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როგორც ადამიანმა, რომელმაც უკვე გამოსცადა სასკოლო გარემო საქართველოში. და მოგიყვეთ რამდენიმე დეტალი ჩემი აქაური ცხოვრების შესახებ. რადგანაც ვიცი რა მხოლოდ ზეწოლაა სწორი არჩევანის გაკეთება, განათლებისა და მომავალი კარიერის თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ცოტათი მაინც გაგიადვილებთ ამ გადაწყვეტილებას. ჩინეთში სწავლის შემოთავაზებით. კურსში გატარებული დრო ჩემთვის შეუდარებელია. ჩემი მსგავსი STEM-ის მოსწავლეებისთვის ეს შესანიშნავი სასწავლო გარემო, რომელიც მოიცავს მრავალ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებსა და გამოცდილ პროფესორებს, არის ყველანაირად თანწყობაში იმ წარმოდგენებთან, როგორ უნივერსიტეტზეც ვოცნებობდით პატარაობაში. ჩემს უკან, როგორც ხედავთ, მდებარეობს ფერინგას ნობელის პრემიის საკვლევი ცენტრი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატთან ერთად აშენებული ექსპერიმენტული ცენტრია. იგი ეკუსტის ლაბორატორიების მაღალ დონეზე მეტყველებს. კამპუსი საქართველოს მაგონებს. განსაკუთრებით იმ ადგილს, სადაც გავიზარდე, კონკრეტულად ბორჯომს. გზა ლექციებამდე მუდმივად სავსეა სიმწვანით, ყვავილებითა და სიმშვიდით. პირველ წელს ჩემი გრაფიკი მათემატიკით, ფიზიკითა და ქიმიით არის დატვირთული, მაგრამ მასწავლებლების პროფესიონალიზმისა და უნივერსიტეტის თბილი გარემოს შემხედარე, დარწმუნებულები დარჩებით, რომ შეგიძლიათ ისწავლოთ და წარმატებით გამოიყენოთ თქვენი ცოდნა პრაქტიკაში. აქ ასევე არის ძალიან მრავალფეროვანი აქტივობები და ძალიან მულტიკულტურული გარემო. ამ წლის ოქტომბერში მქონდა პატივი და ჩავერთე უნივერსიტეტის მე-6 საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოსული ადამიანები თბილად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. იზიარებდნენ ტრადიციულ პროდუქტებსა და კულინარიულ სიამოვნებებს. და მე ღრმად ვიგრძენი აქაური თანასწორი და ინკლუზიური კულტურული გარემო. გამარჯობა, მე ვარ ნიკა ოთარაშვილი და ვსწავლობ ხელოვნური ინტელექტის ფაკულტეტზე შანხაიში, აღმოსავლეთ ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მოკლედ ICAST. მე ვარ 3 წლიანი AI პროგრამაზე, რომელიც მესამე წელს გვთავაზობს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინგლისი, ავსტრალია და შესაძლოა სხვაგანაც, რამდენიმე დიპლომის ასაღებად. ICAST-ში სტუდენტები იღებენ განათლებას, რომელიც სცდება მხოლოდ ინტენსიური მათემატიკის და ფიზიკის გაკვეთილებს. ამ ფუნდამენტური საგნების გარდა, უნივერსიტეტი გვთავაზობს პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის კურსებს. მაგალითად, წელს მე მივიღე მონაწილეობა სპეციალურ ონლაინ გაკვეთილში, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა და გავეცანი ალბათობისა და სტატისტიკის იმ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს machine learning-ს და large language models. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მრავალი შესაძლებლობიდან, რომლებსაც ICAST ყოველწლიურად იძლევა. ICAST ასევე გვთავაზობს სტაჟირების შესაძლებლობებს. კვალიფიციურ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის მოწინავე სფეროებში, როგორიცაა ჰუმანოიდური რობოტიკა, ელექტრომანქანები და სხვა. ჩემს მეგობრებს ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის მხარდაჭერით სასწავლო მოგზაურობაც კი ჰქონდათ. ისინი გაფრინდნენ სანიაში, ჩინეთის ცნობილ ზღვის კურორტზე. ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ICAST-ში მულტიკულტურული გარემოა. ქართველი სტუდენტების გარდა დაუმეგობრდი სტუდენტებს ესპანეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, მონღოლეთიდან, უკრაინიდან და სხვა მრავალი. სხვადასხვა ქვეყნების მსოფლმხედველობისა და ისტორიის გაგება ძალიან საინტერესოა და ამასთანავე ჩინურის გარდა კიდევ 2-3 ენის ათვისებაც კი გამოდის. და რა თქმა უნდა აღვნიშნო თავად ქალაქი შანხაი. შანხაი გვთავაზობს ყველაფერს, რაც შეიძლება გაინტერესებდეს. ყველანაირი მუსიკის ჟანრი და ყველანაირი ადამიანი. მიყვარს ამ ქალაქის ატმოსფერო. შანხაი არის უკიდურესად უსაფრთხო და კომფორტული, საოცარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით. ყოველდღიური ცხოვრების სიჩქარე და სიმარტივე აქ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ჩამოთვლამდე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და მომხილავი წელი იყო. თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენს უნივერსიტეტს შემოუერთდეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ეკუსში. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ICAST-ში.